თეატრალური ფესტივალები კულტურული განვითარების, გამოცდილების, გაზიარების და ახალი ნიჭის აღმოჩენის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას. ამ თემაზე საუბრობთ ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთება კულტურის განვითარებისა და მისი ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თათასვანიძე. ქალბატონი თამარ სვანიძე და მისგან გავიგებთ საინტერესო დეტალებს მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. საანსასიამოვნო ამბები არის. კი, და საინტერესო პროექტის მომსვლელი ვარ და ასეთი შეკითხვა პირველ რიგში. კი ვიცი მე როგორც მსახიობმა კაცმა ეს რას ნიშნავს, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო. რა არის ახლა ამ კონკურსის ძალიან ესეთი მთავარი ამოსავალი წერტილი და რა არის მიზანი? მოგეხსენებათ თეატრალური ფესტივალების განსაკუთრებით რეგიონებში ჩატარება და განხორციელება კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას, გამრავალფეროვნებას და კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. ამიტომ ჩვენთვის ბუნებრივია პრიორიტეტულია რეგიონებში შევძლოთ მოსახლეობამდე და თეატრის მოყვარული ადამიანებისთვის მაყურებლამდე მივიტანოთ ისეთი საინტერესო სიახლეები და საინტერესო სპექტაკლები, რომლებიც თუნდაც სხვადასხვა ქალაქში იდგმება და არ აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად ამ სპექტაკლებს უყურონ იქ, სადაც დაიდგა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთი ტიპის ფესტივალები ასევე თეატრებს შორის ურთიერთობის ნაწილში და გაზრების. კითხავ, აი ქუთაისში თუ დაიდგა ქუთაისის თეატრში სპექტაკლი, ამ კონკურსის ფარგლებში შეიძლება ნაჩვენები იქნას ზუგდიდში? შეიძლება კი აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები. გაგცეთ პასუხი მსახიობთა. კი ბატონო, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ კონცეფცია და ხედვა როგორი ექნება იმ კონკრეტულ ფესტივალს, რომ იყოს განსხვავებული, განსაკუთრებული და ეს სრულად დამოკიდებულია ბუნებრივია საორგანიზაციო ჯგუფზე, იმ კონკრეტულ რეჟისორზე, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ჩაატაროს ეს ფესტივალი და სწორედ ეს აძლევს შესაძლებლობას სამინისტროში შემოიტანოს განაცხადი და ბუნებრივია პროფესიონალი თეატრმცოდნეების ჩართულობით დაკომპლექტებულია კომისია, რომლის ფარგლებშიც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუ კი ვინმემ გაიფიქრა, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ გამეკეთებინა, მაგრამ ვაიმე ვერ მოვასწრებ, რადგან ურაპრილამდეა, მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ ეს იქნება ყოველწლიური და ასე რომ თუ გადაწყვეტავთ თეატრალური ფესტივალის ჩატარებას რომელიმე რეგიონში, მზადება შეგიძლიათ დაიწყოთ. ხვალიდან რომ შემდეგ წელს გაემზადოთ და შემოიტანოთ პროექტი. ასე რომ პროექტი ყველაზე მეტად სწორედ ამ სამოგზაურო ნაწილით უნდა იყოს დატვირთული, რომ მისაწვდომი იყოს ყველა ნაირი მაყურებლისთვის, ხო? იმიტომ რომ ცენტრალური თეატრები რაც არის რეგიონებში, ისედაც კარგად მუშაობს დუხს, იქაურობა, გურია, შეგვიძლია დავასახელოთ, ხოთის თეატრი, თელავი, ქუთაისი, ეს მაინც უფრო ცენტრალური ქალაქები და ანუ იდეა თვითონ ფესტივალის უნდა იყოს უფრო მეტად ვიწრო მხარეებში და სოფლებში ამ ყველაფრის გატანა. ეს არის ყველაზე მეტად ამოსავალი წერტილი კრიტერიუმი, რითიც შეფასდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა არ აქვს არც ერთ საორგანიზაციო ჯგუფს თუ როგორი ტიპის ფესტივალს ჩაატარებს. მთავარი პირველი კრიტერიუმი არის, რომ ეს უნდა იყოს რეგიონალური თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო იქნება, იმუშავებენ თუ არა საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება სამოყვარულო თეატრებისთვის თუ იქნება ამ შემთხვევაში პროფესიული, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია იყოს სწორად გამართული, იყოს შედგენილი ისეთი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც გამოცდილება აქვს, რომ ჩაატაროს ასეთი ტიპის ფესტივალი და არ იყოს უბრალოდ იდეის დონეზე სურვილი, იმიტომ რომ აქ ხერხართ ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრ პროექტში მიუღია მონაწილეობა და იცით ეს რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აუცილებლად შეძლებს, რომ ჩაატაროს ისეთი წარმატებული ფესტივალი, რომ რეგიონსაც მოუტანოს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვიოს და კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩასული სტუმრებისთვისაც იყოს საინტერესო ის პლატფორმა და ბუნებრივია ესეთი ტიპის ფესტივალები ძალიან უწყობს ხელს პროფესიულ ზრდას. სხვადასხვა თეატრებს კიდევ უფრო მეტად აქვს შესაძლებლობა ერთმანეთს ესაუბრონ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. საერთაშორისო ფესტივალიდან გამომდინარე, ასევე დიდი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყანაში ქართული თეატრის გატანა, შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოემზადონ ამ კონკრეტული ფესტივალისთვის. ფესტივალზე კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი რაც არის, რომ ბოლო წლებში
და ახალი დადგმული სპექტაკლები უნდა იქნას ნაჩვენები იმისთვის, რომ მუდმივად ცოცხალი იყოს ეს პროცესი და თეატრებსაც ჰქონდათ იმისი мотиваცია, რომ კიდევ უფრო თანამედროვე ფორმებით და კიდევ უფრო დღევანდელობასთან შესაბამისობაში შეძლონ ახალი და საინტერესო სპექტაკლების დადგმა. ფერბჯერ ახსენეთ საორგანიზაციო ჯგუფი. თუ სწორად მივხვდი, შეიძლება რომ ორნაირად დაალაგდეს. ერთი რომ რეჟისორმა წარადგინოს გეგმა და წარადგინოს თავისივე საორგანიზაციო ჯგუფი და მეორე რომ საორგანიზაციო ჯგუფმა წარადგინოს რეჟისორი. ყველანაირად შეიძლება? ყველანაირად შეიძლება. არავინ არ არის შეზღუდული ამ რეგიონული თეატრალური ფესტივალის კონკურსის ფარგლებში შესაძლებლობა აქვს ჩვენსავე სიპებს, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია სხვა თეატრები. თეატრივე იყოს ორგანიზატორი, თქვენ ახსენეთ მაგალითად ოზურგეთი, რომელსაც ზოგადად არაჩვეულებრივი საერთაშორისო ფესტივალი აქვს, რომელზეც შარშან პორტუგალიაც კი იყო წარმოდგენილი, ასე რომ ოზურგეთში პორტუგალიის თეატრის სცენაზე ხილვა ძალიან საინტერესოა, ბუნებრივია ჩვენთვისაც. შესაბამისად, შეუძლია თეატრსაც ორგანიზება, შეუძლია დამოუკიდებელ რეჟისორსაც და შეგძლიათ თქვენ საორგანიზაციო ჯგუფს და მოიწვიოთ რეჟისორი და დაგეგმოთ ფესტივალი. მივხვდი რაც გინდოდა. ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რა კრიტერიუმებით ფასდება და ვინ აფასებს საერთოდ და როგორ მიიღება გადაწყვეტილება, ეს არის გამარჯვებული ვინ არის სიტყვაზე და როგორ იქნება ეგ ამბავი, ეგეც რო თქვათ აუცილებელი იქნება. შემფასებლები, როგორც წეგან აღნიშნე, საქართველოში მოქმედი და ძალიან აქტიური თეატრმცოდნეები იქნებიან ჩართულები. ისინი მიიღებენ ბუნებრივია გადაწყვეტილებას, კრიტერიუმების მიხედვით იქნება ქულობრივი შეფასება, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შესაძლებლობა იყოს, რომ თუნდაც განსხვავებული აზრიდან გამომდინარე, მარტივად შევძლოთ გადაწყვეტილების მიღება. სამინისტრო სრულად მხარს უჭერს ამ პროცესს ფინანსურად და მხარს უჭერს ამ პროცესს, რომ სწორად და გამართულად წარიმართოს, ესე ვთქვათ, მთელი კონკურსის პერიოდი. შემდეგ უკვე ნებისმიერი გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელიც გამოცხადდება სამინისტროსგან შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილ თანხას მიიღებს და უკვე მერე დავესწრებით დიდი სიამოვნებით. იცით, მაინტერესებს ერთმა ფესტივალმა და ერთმა იდეამ უნდა მოიგოს, თუ არის რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტს რამდენიც აითვისებს? კონკრეტული ბიუჯეტია და ამ ბიუჯეტს რამდენიც შეიძლება ორი ჩაჯდეს მაგალითად ამ ბიუჯეტში 3 და 4 შეიძლება ჩაჯდეს, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც უფრო მცირე ზომის ძალიან მნიშვნელოვანია წაღან კონცეფცია და ხედვა ვახსენეთ. არ არის აუცილებელი რაოდენობრივად ბევრი დღე იყოს ან ბევრი სპექტაკლი ნაჩვენები. მთავარია რომ ფესტივალი ხარისხობრივად იყოს კარგი. შესაბამისად იდეა უნდა იყოს საინტერესო, სწორი ხედვა უნდა ქონდეს და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს თუნდაც ამ საორგანიზაციო ჯგუფმა და თეატრმა მარკეტინგულად ჩვენ ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, თუ არა ეს ყველაფერი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ მოიზიდო მაყურებელი, მაინც ძალიან ვიწრო წრეში შეიძლება, რომ შედგეს კარგი ფესტივალი. ასე რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი ბუნებრივია ესეც იქნება, რომ სწორად იყოს მაყურებლამდე მიტანილი ინფორმაცია თუ რას უნდა დაესწროს. და იცი რა მინდა გკითხო, როდესაც გეგმას წარადგენს საორგანიზაციო ჯგუფი, საორგანიზაციო ჯგუფივე წყვეტს რა სპექტაკლს აჩვენებს? ხო, მაგრამ უნდა შეგიფასონ ეს. ბუნებრივია, რეჟისორების ჩართულობით შეფასდეს ხო წინასწარ? შემოქმედებით საქმიანობაში მაგ კუთხით ვერც თეატრმცოდნეები, ვერც სამინისტრო ვერ ჩაერევა და ბუნებრივია არავის არ მიუთითებს თუ სადრა სპექტაკლი უნდა იქნას ნაჩვენები. ეს არის ზოგადი კონცეფცია და ზოგადი ხედვა. თუ რას ემსახურება კონკრეტული თეატრალური ფესტივალი. ხედვით ნაწილში მხოლოდ ეს შეფასდება მათი მხრიდან. მე პირადად გამოცდილებიდან უნდა ვთქვა, რომ უცებ მითამაშეა რუსთავში, მითამაშეა თელავში, ჭიათურის თეატრში, გორის თეატრში, ახალციხის თეატრში და აბსოლუტურად ყველასთან მე იმის გარდა რომ მაყურებელი ყოველთვის იყო, ყველა სპექტაკლზე აბსოლუტურად, ყველა ბილეთი არ იშოვებოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმის გარდა რომ ერთმანეთს დაუმეგობრდით, ისედაც ზეიმე არის, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი მსახიობისთვის ეს ამბავი და მინდა ვთქვა, რომ აი ამას რომ მოვესწარი, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გითხრათ, რომ ანუ ეხა ამორჩევაზე გესმის, ანუ ფესტივალები ტარდება და ამდენი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის ძალიან მაგარი წამოწყება და ამისთვის ეს უბრალოდ ჩემი რემარკა არ მინდოდა და მე თქვა უცებად ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მქონია შემთხვევა, რომ რაიონში რამე ღონისძიება გადამიღოს და სავსე და გაჭედილი არ ყოფილიყოს დარბაზი, ისეთი მოთხოვნა და წყურვილია ხალხისგან და რაც უფრო მეტად ამოივსება ეს სივრცე. ერთი რომ ბილეთი არ ღირდეს ძალიან ძვირი, ერთადერთი ამას ვიტყოდი, რომ ყველა შეცდეს. ამაზე საორგანიზაციო ჯგუფი. მე მგონი ძალიან ხელმისაწვდომია თეატრალური სივრცე იმისთვის, რომ ყველა ადამიანი
მათგანმა შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა და დღეს ძალიან გვიხარია, რომ იმ ნაწილში, რომ თეატრი იყოს პოპულარული, საქართველოში ნამდვილად არის თეატრი პოპულარული, თითქმის ყველა სპექტაკლზე და ყველა თეატრში ბილეთები სრულად გაყიდულია, ხოლმე? და რეგიონალურად მოსახლეობის სოციუმზე და ბიუჯეტზე იმედია გათვლილი იქნება და ეს განსაზღვრული იქნება პროექტით, რომ მათთვის ტარდება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატება თქვენ საქმეში და 2 აპრილამდე აქვთ ვადა. ორმაგი მადლობა როგორც მსახიობი მამით. მადლობა თქვენ. წარმატებები თქვენ და წარმატებები კანდიდატებს, ვინც გადაწყვეტს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს შეეჭიდოს და ჩაატაროს რეგიონალური ფესტივალი. წარმატებები კიდევ ერთხელ.